ამ ხალხის განმავლობაში საზოგადოება კარგად ნახავთ 9 წინადადება არ გვინახავს ხაბეიშვილის წინააღმდეგ სავალდებულოს 9 წინადადება თითქმის 9 თვიანი საქმის განხილვა პოლიტიკური დაპირების საქმეზე ისე დასრულდა, რომ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების გამოკვლევა პროკურატურამ მხოლოდ 17 აპრილს დაიწყო და 5 მაისს რამდენიმე სხდომაში დაასრულა. შეურაცხყოფილი 3 სპეცრაზმერიდან სასამართლოში მარტო 1 მოიყვანეს. ეს გარემოებები კი ლევან ხაბეიშვილისთვის იმის დამადასტურებელია, რომ საქმეს მართლმსაჯულებასთან კავშირი არ აქვს. ჩემი ბრალდებელი ყოფილა გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგორია დიანა ტრაპაიძე, თია ადეიშვილი, ესე გამოგვიცხადეს, რომ სასამართლო პოლიტიკური დებატები ქვეყანაში ყოფილა დაჟადი, კონკრეტული პოლიტიკური მოსაზრებების გამოსვლა, თუმცა არის დაჟადი, ციხეში უნდა აყოფილო პოლიტიკოსი, ერთი პრეცედენტი თუ არსებობს, თუნდაც სოფლიოში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ განცხადებების გამო არის პოლიტიკოს დაკავებული. ახლა განცხადებასაც გააჩნია რა პოლიტიკოსი რომელიც ლაპარაკობს კონსტიტუციაზე, რომელიც ლაპარაკობს მშვიდობიანებაზე, რომელიც ლაპარაკობს პოლიტიკური დაპირების საქმეზე დაკავებული ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკურ ვერდიქტს ცელის. ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე პოლიტიკოს უდანაშაულოდ გამოაცხადებს, რადგან საქმეში არც ერთი ხელს ჩასაჭირი მტკიცებულება არ არსებობს. დაცვის მხარისთვის რთულად ასაჯერებელია, როგორ შეიძლება აღქმის საფუძველზე ციხეში პოლიტიკოსის გამოკეტვა. პროკურატურამ მოხსნა ნაწილი მისი მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, ვერანაირი ტელეფონის ჩანაწერები და რაიმე ფარული ჩანაწერები ვერ იქნა წარმოდგენილი, ვერც ექსპერტიზის დასკვნა. მომავალ პროცესზე უკვე წარმოადგენს დასკვნის სიტყვებს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო. მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, მაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ქთამის საჯარო შეთავაზების ნაწილში უნდა დადგეს გამომართლებელი განაჩენი. არ უნდათ ეს გდდ-ს თანამშრომლები მოსულიყვნენ, რატო არ უნდათ რომ მოსულიყვნენ? იმიტომ რომ ის რომელიც მოვიდა ჯვარედინის დაკითხვის დროს გასაზრდა სამართლებრივად და აღარ ჩათვალეს საჭიროდ. რამდენიმე სატელევიზიო ინტერვიუს ერთი სპეცრაზმელისა და 2 გამომძებლის დაკითხვით დაასრულა სახელმწიფო ბრალდებამ ხაბეიშვილის საქმის განხილვა. ვერდიქტის გამოცხადებამდე პროკურორი განმარტებებს არ აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთმა მოწმემ ხელი ხაბეიშვილს ვერ დაადო და ვერც პროკურატურა მოიტანა საჯარო დაპირებების გარდა სასამართლოში ვერაფერი, ობიექტური მართლმსაჯულების იმედი პოლიტიკოსის ოჯახს არ აქვს. სამართლიან ქვეყანაში რო ვიყოთ, პოლიტიკოს ლაპარაკის გამო არ დაატყვევებდნენ და 9 თვე ციხეში არ ამყოფებდნენ, თუნდაც რომ არ მიუსაჯონ 9 თვის განმავლობაში, 9 თვის მერე რომ გამოუშვან, 9 თვეც არ გააჩერებდნენ ციხეში. დღეს გვაქვს სამართლო ქვეყანა, ყველაფერი არის შერჩევით. თუ გახსოვთ ღოღობერიძის ღილის მოწყვეტაზე 3 ახალგაზრდა 9 თვე იყო ციხეში, ჩემი შვილი გაიმეტეს სასიკვდილოდ და დღემდე არავინ არ არის დასჯილი. აღარ უნდათ სავარაუდოდ თავის კიდევ ერთხელ შერცხვენა და აღარ უნდათ საზოგადოებისთვის იმის დამტკიცება კიდევ ერთხელ, რომ ლევან ხაბეიშვილზე არაფერი აქვს საერთოდ გარდა შეკერილი და შეთითხნილი ბრალისა. და ეს გახდა მიზეზი მოწმობის ჩახსნას. მე ასე მგონია, რომ სწორედ ამიტომ ჩახსნეს აი ეს 2 ღირსება შელახული, რაღაცა გულნატკენი და სულნატკენი ადამიანი. მე-9 თვეა ხაბეიშვილი სრულ იზოლაციაშია. წართმეული აქვს ყველა ის უფლება, რითაც სხვა პატიმრები სარგებლობენ. აკრძალული აქვს როგორც წერილობითი, ასევე სატელეფონო კომუნიკაცია. ამიტომ ერთადერთი ადგილი სასამართლოა, სადაც პოლიტიკოსი შვილებს და თანამებრძოლებს ნახულობს. ერთადერთი ადგილი განსაზღვრელი სკამია, საიდანაც პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შეუძლია. ჯერ ხო ბიზინა იმაში და როგორც ჩიხუახუასავეცო დაყვებოდა ეს ობახლიზე. ბიზინას აი ჩიხუახუას ეს გამო, ხა? დასარბოდა შოროთობი ვაკრო, ეს დაყვებოდა. ეს სომხეთში ჩასული აბსოლუტურად მორალისგან აი აბსოლუტურად სამართლიანო კრიტიკის ქარცეცხლში ლევან ხაბეიშვილმა დღეს ირაკლი კობახიძე გაატარა. ბრალდებული გაუგნებულია იმ გზავნილებით, რომლითაც კობახიძე ერევანში იყო ჩასული. კაცმა აღია რა 3000 ნარკო მოვაჭრე დამიჭირა სამხოში. რამდენი სიჭი დაიყო ევროპაში. უცხო კოლუმბია, არის ტერიტორია და 9 მილიონ ჰეროინი ამოიღო. ძალიან მეუბნები იყო შემდგას უყურე პაშინიანი ლაპარაკობს ევროპული ინტეგრაციაზე, დემოკრატიის გაჯამსაღებაზე, რაღაცა ეკონომიკაზე. ეს კაცი ლაპარაკობს ჩვენ ვაცი, ტერიტორიას სადაც დაკავებული იყო. აი ეს სულელებზე რა აბსოლუტურად მე ისე ვარ ეგ დაპარტალებია პროგრამა, მაგრამ გაუბედურება კაცო ეს გამოვიდეს რეგულაზე მოვიდა და ევროპა ამასობაში ევროპაში შეშინდა. 3000 ნარკო ყველა უაში ერთი ნარკო მოვაჭრეთ უკავს, აი ევროპაში.
სასამართლო დარბაზიდან ხაბეიშვილმა დღეს ოპოზიციურ ალიანსს მიმართა და აქტიურობა დაუწუნა 26 მაისის აქციისთვის. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ფიქრობს, რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია ხალხთან. გამაგებინეთ ეს 26 აქცია არის თუ არა? მაინტერესებს თუ აკეთებ ამ 26-ში მაისს რამეს? ეხოცა 26-ში მაისს ტელევიზორში. მე არაფერი არ აუცი. რომ გამოდივარ ბევრი უნდა ვიყოთ, უნდა გავაგზავნოთ. აქტიურობა გვაქვს მარტო დააგებინეთ ხალხს. და იცოდეთ 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვს სამწუხაროდ. არანაირი აქტიურობა არ არის. ხაბეიშვილის ამ სიტყვებს ხდომათა დარბაზში ისმენდნენ ალიანსის წევრები. ამბობენ, რომ სამზად ისიც დაწყებული აქვთ და უახლოეს დღეებში კამპანია აქტიურ ფაზაში გადავა. 10-დან ის გაკეთებას გვინდა თბილისში, ხო, რაღაც კარდაკარის გავს გაკეთებთ, რა კარდაკარი არ იქნება, კლასიკური გაკეთებით, მაგრამ რაღაცა მაგის გავს იქნება. ვეძებთ, ადრესს მithქვავს ეს, ვეძებთ გზებს პირდაპირ კომუნიკაციის მოქალაქეებთან, იმიტომ სტანდარტული გზები, რომელსაც ადრე იყენებდნენ ამ ქვეყანაში, დღეს სამწუხაროდ შეუძლებელია ბევრი სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის იმის გამო, რომ არ გაძლევს რეჟიმი მაგის გაკეთების საშუალებას. ცხადია, ჩვენ ხალხში გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ 26-ში ვიყოთ, ბევრი ვიყოთ ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ ხალხში ვართ, ხალხთან ვართ, მუშაობთ ყოველდღიურად, ამასთან დაკავშირებით არაერთი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა აქციას, რომელიც არის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ მხარს უჭერს, არამედ თავის ამომრჩევლებთან, მხარდამჭერებთან ერთად დგას ივანიშვილის წინააღმდეგ. პოლიტიკურ ვერდიქტს ხაბეიშვილის საქმეზე მოსამართლე ირაკლი ხუსკევაძე დიდი ალბათობით 13 მაისს გამოაცხადებს. პარასკევს კი სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარის დასკვნილ სიტყვებს მოისმენს. რის შემდეგაც ლევან ხაბეიშვილს ბოლო შანსი ექნება მის უდანაშაულობაში მოსამართლე დაარწმუნოს.